მართლმსაჯულების სახლში ჩვენ ვამზადებთ მომავალ ადვოკატებს, პროკურორებს, მოსამართლეებსაც, ანუ იმ იურისტებს, რომელთაც ჭირდებათ უკვე ის უნარჩვევები, რომელიც მათ გამოადგებათ, თუ კი ისინი გააგრძელებენ რომელიმე ამ მიმართულებით თავიანთ პრაქტიკულ განვითარებას. და როდესაც სავარჯიშოების დროს ცვლიან როლებს და იურისტები არიან ზოგჯერ ადვოკატის, ან პროკურორის, ან მოსამართლის როლში, ჩვენ ვაკეთებთ ფსიქოლოგიურ ანალიზს, როგორი ბმა აქვს ემოციური, ან როგორი კავშირი აქვს მის როლთან, რამდენად ხდება გათავისება იმ პოზიციის, რომელი პოზიციიდანაც ისინი საუბრობენ. და ბევრი ასეთი და სხვა პრაქტიკული მაგალითებით შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, სად ხედავენ საკუთარ თავს. და ეს სკოლა არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობენ ცოცხალ მაგალითებზე, კონკრეტულ საქმეებზე, ნამდვილ ისტორიებზე და ერთად ვამუშავებთ სტრატეგიას, პოზიციას, სიტყვას, ერთად ვეძებთ გამოსავალს, ისე რომ არ დავამახინჯოთ ფაქტები, არ შევცვალოთ რეალობა და ვიმჟელოთ მხოლოდ სამართლის ფარგლებში და სამართალი უსაზღვროა, უნივერსალურია, ზომავს ყველაფერს, სამართალს შეუძლია აწონოს, აი როგორც თემი და სასწორია, სწორედ ასე სად არის მეტი სიმართლე, სად არის ხარე მართალი. აი ეს დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის თვალსაზრისით, რაც მართლმსაჯულების სახლში არაჩვეულებრივად კეთდებათ და ეს შესაძლებლობა აქვთ დამწყები იურისტებს, რომლისთვისაც შეიქმნა რეალურად ეს სახლი.